ეს ნახატი ჩვენ რეალობას ძალიან ხშირად ეხმაურება. თითქმის არ სრულდება. და ამას თქვენ ძალიან მოკლე სახელი უკომენტარო თქვია და თვითონ ნახატი გამოხატავს, მაგრამ ეს უნდა დაინახო ხა. აქ რა ხდება ახლა უყურე. ქრისტეს სახი არის ხელთქმელი ხატი იქით ეკლიანი მართulis იქით და რატო ხდება ხოლმე ხა ჩვენთან სულ არის ბრძოლა რომ აი ეკლესიას ებრძვიან იმას ებრძვიან ცოტა რაღაცა მომენტ ზოგი ცუდად კი იყენებს მაგ იმას, მაგრამ როცა ჯანსაღი განსჯა მიდის, ხო? ეკლესიას კი არ უნდა ებრძოლო. აი ეკლესიას ვინც ულახავს სახეს, თვითონ იქ მყოფისა ისინი ვინც არიან სასულიერო პირები და როგორც ქვია რა, მოკლედ რა სასულიერო პირები ვინც არიან, ვინც აი ეკლესიის სახელს რო შეურაცხყოფენ, თავიანს ქმედებით, რომელიც აი თუნდაც ის სახარების ბიბლიის სასახარების სიტყვები და მათი ქმედება როცა არ შეესაბამება ერთმანეთს. აი პრობლემაა. აქ არის ასახული იმ გაგებით რომ აი ის უბრალო ადამიანი ცდილობს რომ ის ეკალი გაჭრას და ზღვარი წაჩალოს ადამიანებსა და ღმერთს შორის და აქ არის ის სასწაული ვინც უბრალოდ ღმერთთან კი არ მიყავს ის ხალხი. მიყავს თავისი კეთილდღეობისთვის ყავს ის ხალხი და იმას შთააგონებს რომ ის არის ცუდი ადამიანი ვინც ამას ჭრის და ამიტომ არის რომ ესენი მე აი ქვების რო ესვიან იმას რომ აღარ იმასაკნეს. ეს ხო და ეს უკვე იმას გამოხატავს მუკიდან აქ აღებული კიბილოა და აი მე ეს რა ხდება. ხო და ეს სიმბოლოა ხო და აი ეს მომენტი არის რა არ უნდა გქონდეს სწორი განსჯის ის უნარი თორე ზოგი და აი ეკლესიას ებრძვიან იმას ებრძვიან იმდოს ერთი მოძღვარი ლაპარაკო და რატო არ უნდა იმასაკნო კაცო უდელიც რო ცუც აკეთებსო ეგეც უნდა ამხილო და იმასაკნო იმიტომ რომ თვითონ ქრისტე შევიდა ტაძარში და შოპით გამოყარა ვაჭრები იქიდან და მე აი თვითონ სიმბოლურად თვითონ ერთ-ერთი ძალიან საყვარელი მამაო იმასთან ვახურ კი იშვიათად ვნახულობ, მაგრამ ის ერთი ნახვა ღირს რომ იმან მითხრა რომ დღესო ისეთ პერიოდში გვიწევს ეს პერიოდი თითქმის სულ იყო და დღესაც ეგრე არის. უბრალოდ მეტნაკლებად. იმ ვაჭრებმა უდლისამოსი ჩაიცვეს და შემოვიდნენ ეკლესიაში. აი სწორედ მაგას ასახავს ეს ნახატი. ეს დავხატე 2016 წლის დასაწყისში და კიდევაც დავიმშვიდობე იმ სამუშაოს, სადაც მუშაობდი. იქ აღარ მინდა ეხლა ამაზე. ხო და სულ არის ეს ისა რა. აი ეს მომენტი არის აღწერილი აქ, რომელიც სამწუხაროდ კიდე აქტუალურია. ხო, ბოლო ნახატი ეგა. საერთოდ ყველა ჩემი ნახატი არის კიდე სიმბოლოები დატვირთული. და ამ ნახატსაც ეხლა რა ახსნა? ამ ნახატს ქვია გამოხატე შენი თავის ასაკში. იმიტომ არის კეტები ჯოხი ხანდაზმულობას იმას შევ რა ქვია პატავს კეტები ახალგაზრდობას ის პეპლები რო გვიფრიალებს ხოლმე ამ პერიოდზე აქ არის ის ყველა პერიოდი სადაც შენი შინაგანი თავისუფლება ყველგან შეგიძლია გამოხატო თავისუფლება და ამით ჩანს უფრო ადამიანის ინდივიდუალობა ეს ნახატი ამას ქვია მასის საწინააღმდეგო თქვია და ეს ნახატი ახლა თვითონ ყველა ნახატის ისეთია რომ გასაგებია უკვე ეს მასა სხვაგან მიდის და შენ აქეთ მოდიხარ, გამოყოფილი მოდიხარ და საერთოდ ესია ხომ ზოგჯერ ჩვენ ერთი რამე გვეშლება ხომ რომ უმრავლესობა რასაც აღიარებს გონია ხომ ის არის სამწუხაროდ არ არის ნამდვილი ეს ეგრე იმიტომ რომ ხო და ესე არ არის რა შეიძლება 100 ადამიანი ცდებოდეს და ერთი ადამიანი იყოს მართალი და მე იმ ერთი ადამიანის უფრო მჯერა და ის უფრო ახლოს არის ჩემს ეს ნახატი ახლა უფრო ამის შთაგონება იყო წიგნი. სიყვარულის 40 წესია, სადაც იქ დერვიში არის თავარი მოქმედი პირი და ამას ქვია ღმერთისთვის ცეკვა. ამ იმას. ხო. კიდე რა ყველა იხსნა ეს აი ყველა შეიძლება ახსნან ყველა ასახსნელი ნახატია და ამიტომ ძალიან დიდ დროს ვერ დავამთავრეთ ჩვენ და ჯობია არ გავჩერდე, იმიტომ ყველაში რაღაცა დევს რა ისეთი ისინი ასევე მშვიდობები ჩვენს არსენს და საღამოს ჩემთან. ვეპატიჟები. დროებით ფიქრობ საინტერესო